ხელვაჩაურში სოფელ სამებაში დაკარგულ ბიჭს მეორე დღეა სამართალდამცველები ეძებენ. ბექა გოგიტიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ იგი თურქეთში ქემალ-ფაშაში მუშაობდა და სამსახურიდან საქართველოს მიმართულებით საზღვარი 16 ივნის საღამოს 17 საათსა და 50 წუთზე გადმოკვეთა, რის შედეგადაც არც ოჯახში და არც სამსახურში აღარ დაბრუნებულა. ბექა გოგიტიძის მშობლების ინფორმაციით, ბოლოს მათი შვილი მის მეგობარ გოგოს ესაუბრა, რის შემდეგაც ტელეფონი გამორთო. შეგახსენებთ, ამ სოფელში 1 წლის წინ 17 წლის დარეჯან დიასამიძე დაიკარგა, რომლის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ბექა გოგიტიძის ოჯახმა პოლიცია შვილის გაუჩინარებიდან 2 დღეში შეატყობინა, რის საფუძველზეც სამართალდამცველებმა სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. სანათაშავეში, რა თქმა უნდა, მოვიკითხე პირველად. თუ სადმე შეიძლება და მესი მოგითხო, არსად, რა თქმა უნდა, არანაირი ვინმეს ცნობა არ ქონდა ამის შესახებ, თუ ბექა სად იმყოფებოდა. თურქეთის საზღვარი გადმოკვეთილი ქონდა 17 საათსა და 50 წუთს. მისი ბოლო ინფორმაცია თუ ბექას დანარეკი ბოლოს არის, ვიცი მე, რომ შეყვარებულთან ქონდა ურთიერთობა. რომ გადმოვიდა, ალბათ შეყვარებულს შეეხმიანა. სხვა არავის არა. რომ მე გავიგე, რომ უკვე გადმოსულია და სამსახურში არ არის და ვიწყებ ორიაკე. არ დაურეკავს. მე დღემდე კიდევ ტელეფონი ხელში მიჭერს, რომ დაურეკო და გავიგონე ხმა. 2 დღეშია ველოდებითო ჩამოვა სპეციალური რაზმი თბილისის გამომძიებლებია და საქმეს ახალად დავიწყებთ ძიებას. ახლა როგორც მე რამდენიმე შეკითხვა დავუსვი გამომძიებლებს, ის მუშაობთ, მაგრამ შედეგი არაფერი არა. ათეთვია მუშაობენ და შედეგი 1% არა. და სამართლის უფროსაც ველაპარაკე ბატონ დავით თამაზაშვილს, იმანაც მეც ვერაფერს ვერ გავაკეთებია. თუ ვერ გავაკეთებ მე უთხარი გადამატანა თბილისში საქმე, ან მინისტრის შემოხვედრა, ვარით გამომისწრებდა.